Wildberries-ის საწყობებში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 100 მილიარდ რუბლს გადააჭარბოს. უკრაინული დრონების იერიშმა 215,000 კვადრატული მეტრი ფართობის კომპლექსი თითქმის მთლიანად გაანადგურა. გავრცელებული ინფორმაციით თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე კომპანიამ საიდუმლოდ შეცვალა ზარალის ანაზღაურების წესი. კომპენსაცია აღარ გაიცემა იმ საქონლისთვის, რომელიც საწყობებში ხანძრის შედეგად განადგურდება. ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენებას განიხილავს, თუ მისი შემცვლელი მოიძებნება. Financial Times-ის ცნობით, პრეზიდენტი სამხედრო მეთაურებთან შეხვედრებს მართავს, რათა ახალი კანდიდატურები შეაფასოს. ზელენსკიმ დღეს მართლაც გამართა ონლაინ შეხვედრა უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობასთან. ალექსანდრ სირსკი ფოტომასალაში არ ჩანს. უნგრეთში საარჩევნო ასაკის ზღვარმა შესაძლოა 16 წლამდე დაიწიოს. პრემიერ-მინისტრმა მადიარმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მინიმალური ასაკის 18-დან 16 წლამდე შემცირებას მხარს უჭერს. მისი თქმით, დღეს 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები საკმარისად ინფორმირებულები არიან, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მიიღონ მონაწილეობა. ტრამპმა FIFA-ს მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის ისევ ამერიკაში ჩატარება შესთავაზა, თუმცა მექსიკისა და კანადის გარეშე. ძალიან კეთილი ვიყავი, როდესაც ისინი ჩავრთე, თქვა მან FIFA-ს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. ჩემპიონატმა მოლოდინს გადააჭარბა, თქვენ გარეშე ასეთი წარმატება არ იქნებოდა, მიმართა ჯანი ინფანტინომ ტრამპს. ფინალი ესპანეთსა და არგენტინას შორის ხვალ გაიმართება.